ამერიკის შეერთებული შტატები საიმიგრაციო ვიზების გაცემას აჩერებს. 75 ქვეყანას შორის მოხვდა საქართველო. სიაში არიან რუსეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი. პროცესის შეჩერება 21 იანვარს დაიწყება და განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ვიზების გაცემის პროცედურებს ხელახლა არ შეაფასებს. ბრძანების მიხედვით საკონსულო თანამშრომლებს ავალდებულებს უარი თქვან ვიზის გაცემაზე იმ პირებისათვის, რომლებიც სავარაუდოდ სახელმწიფო შეღავათებზე იქნებიან დამოკიდებული. გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იქნება მრავალი ფაქტორი, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი, ინგლისური ენის ცოდნის დონე, ფინანსური მდგომარეობა, გრძელვადიანი სამედიცინო მოვლის პოტენციური საჭიროება და ასე შემდეგ. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი განმარტავს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში საიმიგრაციო ვიზების დაპაუზება არ ვრცელდება ტურისტულ ვიზებზე, ეს პაუზა ვრცელდება მხოლოდ საიმიგრაციო ვიზა აპლიკანტებზე. ტურისტული ვიზები კი არა საიმიგრაციო ვიზებია. საკითხი ეხებათ ოჯახის შემოერთების პეტიციებს, მაგალითად, ან მეუღლე ყავს ვინმე სამშობელი, ან შვილი ამერიკის მოქალაქე და ის იერთებს ოჯახის წევრს. ეს არის საიმიგრაციო ვიზა. მუდმივად სამუშაო წას, ანუ მაგალითად დამსაქმებელი ყავს და მუდმივად მწვანება რაც ეხება, რა ძირითადად სამუდამოდ ვინც მიდის სამუშაოდ ამერიკაში. ანუ მწვანებარათებია შეჩერებული დროებით. არა ლეგალურად ჩასულ პირებს ჯერჯერობით ეს საკითხი არ ეხებათ, იმიტომ რომ მათ აქვთ ეგრეთ წოდებული თავშესაფრის მოთხოვნის პროცედურები. ანუ თავშესაფრის მოთხოვნას არ ეხება. პირმა შეიძლება მიიღოს თავშესაფარი და ჰქონდეს თავშესაფრის სტატუსი. მაგრამ იმ მომენტში შეეხება, როდესაც მწვანებარათზე განაცხადებს უკვე ეს პირი. ანუ ჯერ შორს არის ახლა ეს საკითხი, მათ აქვს გასავლელი პროცედურები, სასამართლო და საემიგრაციო და თავშესაფრის მოთხოვნას არ ეხება ეს საკითხი. რომ ოჯახები არიან გაყოფილი, მაგალითად ვიღაცას ერთი მოქალაქე, ან ძმა, მათ შორის, ან და, დედა, მამა, შვილი და მეუღლე თუ ყავს ამერიკის მოქალაქე, მას შეუძლია შემოიერთოს ოჯახის პირი. ეს არის უკვე საემიგრაციო ვიზა. ქორწინებები ძალიან ხშირია, ანუ ამერიკელსა ქართველს შორის და ამ საფუძვლით საემიგრაციო ვიზა გაიცემა ასეთ პირზე. ესეც შეჩერებულია. მწვანებარათის გათამაშება რო იქნება, შეიძლება პროცედურები ჩატარდეს, ყველაფერი მოიგოს პირმა, მაგრამ თუ ეს პაუზა იქნება იმ მომენტში, როცა მწვანებარათზე პირი განაცხადებს, შეჩერებული იქნება გაცემა. დროში გაიწელება აუცილებლად ეს პაუზა. ეს არ არის მუდმივი შეზღუდვა და იმედია, რომ ეს პაუზა გაუქმდება და აღდგება ჩვეულებრივად. უბრალოდ დროში გადაიწევს კი ბატონო ამ პირების სტატუსი. ბოლო წლის განმავლობაში განსაკუთრებით ქართულმა ოცნებამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა მოხვედრილიყო ამ სიაში. მე გაგახსენებთ, რომ შარშან ქართული ოცნების მაღალჩინოსნები ჩვენ დაგვპირდნენ, რომ ისინი ტრამპთან დაალაგებდნენ და დაალაგდებოდნენ, თუმცა აი ამ დაალაგების შედეგებს ჩვენ ხედავთ აი ახლა, მაშინ, როდესაც მოხვდით აი ამ ძალიან სამწუხარო სიაში, რომელიც რა თქმა უნდა საქართველოს მოქალაქეებისთვის არ არის კარგი. სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან არის შეწყვეტილი და რაც ყველაზე სამწუხაროა, საიმიგრაციო ბლოკადაში მოექცა ჩვენი ქვეყანა იმ დროს, როდესაც არა მხოლოდ თავისუფალი მოქალაქეები, არამედ ქართული ოცნების წევრები ტოვებენ ქვეყანას და მიდიან ამერიკის შეერთებულ შტატებში იმის გამო, რომ აქ კეთილსინდისიერად შეუძლებელია წარმატების მიღწევა. ეს არის, რა თქმა უნდა, ივანიშვილის გამო გადადგმული ნაბიჯი, რომელიც გადადგა შეერთებულმა შტატებმა და ტრამპის ადმინისტრაციამ. რასაც თავად ამერიკა ამბობს, ეტაპობრივად აღდგება შემდგომ ეს პროცესი, თუმცა ამ ეტაპზე ამერიკა იმყოფება თავის საიმიგრაციო პოლიტიკის ფუნდამენტურად გადახედვის პროცესში, კიდევ ერთხელ პრაქტიკულად ნახევარ სამყაროსთან, სხვებთანაც, უბრალოდ უფრო მარტივი ფორმით და ჩვენ უბრალოდ იმედი გვაქვს, რომ მას შემდგომ რაც გადაიხედება, თუ გასწორდება და გაუმჯობესდება საკუთარ ამერიკული საიმიგრაციო პროცედურები, ქართველებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ კვლავ საიმიგრაციო ნაწილში შეძლონ სურვილის შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებში თავიანთი ცხოვრების თუ პროფესიული საქმიანობის გაგრძელება. საუბარი არ არის ტურისტულ ვიზებზე, სხვა კატეგორიის ვიზებზე, საუბარია საიმიგრაციო ვიზებზე და ეს არის ნებისმიერი ქვეყნის შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, თუ რა საიმიგრაციო პოლიტიკა აქვს მას. ჩვენ ვიცით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატების ახალ ადმინისტრაციას
აქვს რადიკალურად სხვა შეხედულებები ვიდრე წინა ადმინისტრაციას თუ ადმინისტრაციებს და ამ პოლიტიკის განხორციელება არის, ასე რომ ჩვენ პირიქით ჩვენი მოქალაქეები რომ დარჩნენ საქართველოში, ეს არის ჩვენი პრიორიტეტი, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა მიდის წინ და მნიშვნელოვანია რომ ყველა ჩვენი მოქალაქე ჩართული იყოს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. საქართველოში საარსებო მინიმუმი შემცირდა. საქსტატის ცნობით საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 250 ლარითა და 90 თეთრით განისაზღვრა, მაშინ როდესაც ნოემბერში 255 ლარსა და 40 თეთრში ადგენდა. თანხა 4 ლარითა და 50 თეთრით შემცირდა. საქსტატისვე ცნობით 2024 წლის დეკემბერში საარსებო მინიმუმი 230 ლარსა და 50 თეთრში ადგენდა. რაც შეეხება შრომის უნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმს, საქსტატის ცნობით 2025 წლის დეკემბერში 283 ლარსა და 30 თეთრში ადგენდა, ნოემბერში 288 ლარსა და 40 თეთრს, ხოლო 2024 წლის დეკემბერში 260 ლარსა და 30 თეთრს. საქსტატის განმარტებით საარსებო მინიმუმი მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე განისაზღვრება. ეს კალათა მოიცავს მხოლოდ იმ საკვებს, რომელიც აუცილებელია ადამიანის ფიზიოლოგიური არსებობისა და შრომის უნარიანობის შესანარჩუნებლად. მნიშვნელოვანია, რომ საარსებო მინიმუმი არ ასახავს რეალურ ცხოვრების ხარჯებს, ის არ მოიცავს კომუნალურ გადასახადებს, მედიკამენტებსა და სხვა ყოველდღიურ აუცილებელ დანახარჯებს. უბრალოდ ამ კალორაჟის დათვლა და ამაზე აპელირება არის სრულიად არასწორი. ეს არანაირ მონაცემს და არანაირ რეალურ ინფორმაციას არ გვაძლევს. ჩვენ გვაქვს სასურსათო ინფლაცია დაახლოებით 2 ნიშნასთან ძალიან ახლოს, ხო, ამ რეალობაში, როდესაც მიზნობრივი ინფლაციასაც რეალურად აღემატება მნიშვნელოვნად, როდესაც ქვეყანაში არსებითად ეკონომიკური პარამეტრები არ შეცვლილა, ამ რეალობაში ცხოვრების რაღაცა ტიპის გაიაფებაზე საუბარი ზედმეტი არის და ეს ყველაფერი რაღაც გამოძიებო კომისიებით არ იმართება. 2025 წლის მონაცემების მიხედვით იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 245 შემთხვევა გამოვლინდა, ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. საქართველოს მასშტაბით 1 წლის განმავლობაში უკანონო ტყით სარგებლობის 1912 ფაქტიდან 1430 ხე-ტყის უკანონო მოპოვება ტრანსპორტირებას ეხება, 420 კი სახერხის საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტია. სამართალდარღვევებიდან 169 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალების შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. ჯამში ამოღებულია 2534 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე. ამავე პერიოდში ქვეყნის მასშტაბით დალუქულია 62 ერთეული არარეგისტრირებული სახერხის საამქრო. წყალტუბოში სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, პროცესს იმერეთის გუბერნატორი გაეცნო. როგორც იმერეთის მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციაში აღნიშნული, მუსიკალურ სკოლაში შეიცვალა სახურავი, განახლდა გარე ფასადი, ამ ეტაპზე კი შიდა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ეზოს მოწყობა და გამწვანება. სამუსიკო სასწავლებელი 200-მდე მოსწავლეზეა გათვლილი. სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 780,000 ლარი იხარჯება. როგორც ინფორმაციაში აღნიშნული, რეაბილიტირებულ შენობაში სამომავლოდ სამხატვრო სკოლისა და ბიბლიოთეკის განთავსებაც იგეგმება. იმერეთის მხარე იუწყება, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს 10-მდე საჯარო სკოლას უნდა ჩაუტარდეს ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამურად 870,000 ლარი უნდა დაიხარჯოს. საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის. დღეს ვიმყოფებით წყალტუბოში, სადაც სრული რეაბილიტაცია უტარდება სამუსიკო სასწავლებელს. ეს სკოლა გათვლილი არის 200 ბავშვზე. სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსწავლეები სწავლას გააგრძელებენ სრულიად რეაბილიტირებულ, თანამედროვე და კეთილმოწყობილ სკოლაში. ვიმყოფებით სამუსიკო სკოლაში, სადაც მიმდინარეობს პროექტის სრული რეაბილიტაცია. მომავალში აქ გათვალისწინებული გვაქვს, რომ გადმოვიყვანოთ სამხატვრო სკოლა და ასევე განთავსდება ბიბლიოთეკაც. ეს აუცილებელი არის მომავალი თაობისთვის, რადგან ბავშვებმა კომფორტულ გარემოში უნდა ისწავლონ. ეს პროექტი ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხით 780,000 ლარი. პროექტის დასრულების შემდეგ გათვალისწინებული გვაქვს ასევე მოეწყოს მუსიკალური სკოლის ეზო მთლიანად.
ქუთაისში საერთაშორისო სტანდარტების მრავალფუნქციური სპორტის სასახლის აშენება იგეგმება. არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებულმა ქართულმა კომპანიამ დემარკმა პროექტში პარტნიორის სტატუსით სპორტული ინფრასტრუქტურის საპროექტო ორგანიზაცია ჩართო. კომპანიის წარმომადგენლებს ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე ინფრასტრუქტურის მინისტრი შეხვდა. სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ქუთაისში 5,000 მაყურებელზე გათვლილი ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტი მზადდება. შენობაში მოეწყობა სპორტული დარბაზები, სატრენაჟო სივრცე, აუზი, საჯებისა და დოპინგ კონტროლის ოთახები. პროექტი ითვალისწინებს სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსადგომების, რეკრეაციული ზონების, შიდა გზებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობას. ჩვენთვის ძალიან სასიხარულო არის ის პირველ რიგში, რომ ესეთი დონის სპეციალისტები იქნებიან ჩართული საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის კუთხით. სწორი პროექტირება და სწორად საპროექტო გადაწყვეტები არის პირველ რიგში მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ შემდგომში სამშენებლო სამუშაოები შეუფერხებლად წარმართოს. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური არქიტექტურული კომპანია გენზლერის ჩართვა ქუთაისის ახალი სპორტის სასახლის პროექტირების პროცესში ჩვენ შესაძლებლობას მოგცემს, რომ პროექტი თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვით განხორციელდეს. ზოგადად ეს პროექტი მე ვფიქრობ, რომ ქუთაისისთვის უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ქალაქს შეცეს ახალ ენერგიას და განვითარებას. მსოფლიოში გამორჩეული რეპუტაციის ამერიკული კომპანია გენსლერისთვის ეს საქართველოსთან პარტნიორობის პირველი შემთხვევაა. იმისთვის, რომ პროექტი სრულად შეესაბამებოდეს ქალაქის ურბანულ გარემოს და ჰქონდეს გამართული ფუნქციური დატვირთვა, დღეს ქუთაისში რევაზ სოხაძე ადგილობრივი ხელისუფლების, კომპანია დემარკისა და კომპანია გენსლერის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე პროექტის კონცეფცია განიხილეს. საქართველოში ჩვენთვის პირველი პროექტია და ძალიან მოხარული ვართ, რომ მასში მონაწილეობთ. ვხედავთ თუ რას აკეთებს ეს ქვეყანა ინვესტიციის კუთხით, სპორტთან მიმართებით, რომ ადგილობრივ საზოგადოებას ახალი შესაძლებლობები შესთავაზოს. ეს იქნება ადგილი, რომელიც მსოფლიო ასპარეზზე გამოჩნდება როგორც ფენომენალური დაწესებულება სპორტისთვის. არქიტექტურული კონკურსი, რომელიც სპორტის სასახლის პროექტზე გამოცხადდა, კომპანია დემარკმა მოიგო და პროექტზე მუშაობას კომპანია გენსლერთან ერთად შეუდგა. 5,000 მაყურებლისთვის გათვალისწინებული მრავალფუნქციური სპორტის სასახლე მოიცავს სპორტის დარბაზებს, სატრენაჟორო სივრცეებს, წყალბურთის აუზსა და ყველა იმ სივრცეს, რომელიც შესაძლებელს გახდის როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო მასშტაბის შეჯიბრებისა და ღონისძიებების მასპინძლობას. შედგება ორი ძირითადი ბლოკისგან. ერთი არის ძირითადი სპორტის სასახლე, რომელიც არის გათვლილი 5,000 მაყურებელზე და მეორე არის სათადარიგო დარბაზი. ამ სათადარიგო დარბაზში ასევე არის აუზი, ეს არის წყალბურთისთვის განკუთვნილი. სპორტის სასახლე არის ტრანსფორმირებადი ტრიბუნებით, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება, კონცერტების, საორთაბრძოლების. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვის ბრალდებით ორი პირი სხვადასხვა დროს დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე ნაგებობის ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მესამე ნაწილის აქვე პუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. დაკავებული არიან გერმანიისა და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები. სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე თბილისის საერთაშორისო აეროპორტისა და სასაზღვრო გამშვებ პუნქტ სარფის ტერიტორიაზე აიყვანეს. ბრალდებულების პირადი და სამგზავრო ჩანთის ჩხრეკისას ამოღებულია სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260, 261, 261 პრიმა და 262 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.